ჩამოვედით დურექსში. ვინც დილისაც საათზე ჩეკაუთი მოიგონა? აი, გვემზადებით. ეხლა ბრექფესტზე წავიდეთ, ვიყავ ადამიანს. მივდივართ. არ გვინდოდა დილითაც საათზე გაღვიძება, მაგრამ მოგვიწია. სარეცხმა ვერ მოასრო გაშრობა და ნახევარი დარჩა ისე. ჩეკაუთი გავაკეთეთ და ეხლა მივდივართ, სადაც წუხი მჭამეთ, იმიტომ რომ ძალიან მოგეწონა და დღესაც უნდა გავსიჯოთ. ყოველ დღე შევჭამდი მაგ სენდვიჩებს. პანინის. ძალიან მეძინება, რა ძალიან სრულად მეძინება. ვაიმე, რა ხელა ანიკა. ამან ვერ მოითმინა, უკვე გაძოვა. მივდივართ ახლა ტირანასკენ. ხო, ჩამოვედით დურექსში. რაში? ურექსში? დურექსში. დურესი. ხო. აი აქეთ სანაპირო უნდა გავისეირდოთ. ხობულეთის და ბათუმის მიქსია. ჯერ მაისური მაქვს გამოსასვლელი, იმიტომ რომ ეს ყავა გადავისხე. ლამაზი ადგილები აქვს, საქართველოს გავს ბუნებით, თაც აქვს, ზღვაც აქვს. მოუწესრიგებელია რა. ამას როგორ აქ დავდატკეპნელი რო ეძინა გზაში. გოგო ლორაში მთავარი სანახაობები გამოვტოვეთ, რომ იქ იყო ციხისძირისნაირი კლდოვანი სანაპიროები. მაგარი უგემოვნოები არიან. ესეც მეორე სანაპირო. დიდად არ მოვიხიბლე. მოგეწონა ხო ძალიან შოკში ხარ. აქეთ არის ველოდრომი რა. და აქ რო დაადგა ფეხს, გონია რომ ბამბაზე ადგა ისეთ რბილი არის. ისეთ ხელა რომ მგონია რომ 40 გრადუსში დავდივარ. არ და 25 გრადუსია. ვიწვი. ერთ-ერთ ადგილზე გავჩედით, სადაც ძალიან გრილა. მოვიდა ჩვენი საჭმელები, ნიკას სალადი, რომელიც თებში უფრო დიდია, ვიდრე თვითონ სალათი, ჩემი დალაშას პიცა, რავიოლი და კარბონარა. უგემურია? ჩემიც უგემურია. მანქანისკენ ვიდივართ, რომ ტირანაში წავიდით. პასტა იყო საშინელება ესე. აბაშისნაირი შუქიშნებია, ხედავ? ვაა. ყველაზე საშინელი გზებია, რაც კი რომელიმე ქვეყანაში მინახავს. ყველაზე აყრელი, ყველაზე გადათხრილი. მარიამი წავიდა რომ რაღაცა პარკინგის საბური გაარკვიოს. ძალიან ცუდი ამინდია რომ გავიც. იმხელა აპარტამენტი გვაქვს ტირანაში, რომ ცხენცას გააჭენებს ადამიანი. ეს არის შემოსასვლელი ჰოლი. ერთი თავისი აივნით, თავისი აბაზანა საპირფარეშოთი, მეორე ოთახი თავისი აივნით, აბაზანა საპირფარეშო, სამზარეულო და მისაღები ოთახი. აპარტამენტის მფლობელის დედად აქვთ, რომ ისეთი აზრები დააფიქსირა. უე თქვენთან ომი იყო, ხო რა კი მეთქი უცხარი და ვინ დაიწყო ომიო? უცხარი რუსეთმა ისე შემომხედა. წვიმა დაგვემთხვა სამწუხაროდ. ნიკა რა ქონდა გავიდეთ ქალაქში. აი მე ჩუქინა, ჩუქი. ამათი არ ვიცი, მაგრამ მე მგონია რომ საქართველოში დავდივარ. ელიკა პაპავა საცხობი გაუხსნია შუა ალბანეთში და გვიმალავდა. რა კარგად გამოიყურება ყველაფერი. აქაურ ბაზარში მოვედით. ნამფუხის ბაზარს გავს ხოთაშორის ეს ნაწილი, იმიტომ რომ იქაც ეგრე არის. რა მაგარია, შენობა არის თავის ფორმის. რეალ ზედაპირის ასფალტებია და ყველგან სრიალებს. ძალიან უცნაური ეკლესია ვნახეთ, ესეთი პირველად ვნახეთ ცხოვრებაში. გალობის ხმა გამოდის. გული გამისკდა. 1.5 ევრო ღირდა, ესეთი უგემრიელესი პიცის ნაჭერი. მოგეწონა? პირამიდა, რა ამაზია. ეხლა ვდივართ, რაღაც პირამიდა არის აქ. ესეთი ადგილი არის. ჯერ დავიდეთ კიდევ ახლა.